სასამართლომ ნიკამელია ლისის ტბასთან ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე 5,000 ლარით დააჯარიმას ხდომაზე მოწმის სახით ორი პოლიციელი დაიკითხა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორივე წარმომადგენელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ კოალიციას ცვლილებისთვის ლიდერმა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენა, მაშინ როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. თავად ნიკამელიას თქმით კი, მას პოლიციისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. როგორც მელიამ თქვა, მისი დაკავებისას ადგილზე დაახლოებით 50-მდე პოლიციელი იყო. თავის მხრივ პოლიციელების ხდომაზე აცხადებდნენ, რომ მელიას დაკავებისას მხოლოდ 3 იყვნენ. დღევანდელ ხდომაზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ლისის ტბის ასახვევთან მისი დაკავების გარემოებები კიდევ ერთხელ გაიხსენა. აქ მოვედი ორი მოტივით. 5 თვეა მინიატურულ საკანში ვარ და ვიფიქრე აქ ხალხს, ვინც მომენატრավ ნახავ და მეორე ვიფიქრე, სახეზე მაინც მეწოდინება ის პოლიციელები, რომლებიც მზად არიან მორიგჯერზე საარაკო ტყუილები დააფრქვიონ ამ დარბაზში. არ მინდა ეს ორი ეგზოტიკური ადამიანი გამომჩენოდა. ეს ორი ცრუ ადამიანი არის ეგზოტიკა. ვიტყვი რა მოხდა იმ დღეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობა, რომელიც დამოკლეს מחვილივით დაგვკიდეს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, მაშინ საჯაროდ ვთქვი, რომ არ ვაპირებ მოსვლას კომისიაზე. ამის მერე იფიქრეს, რომ ვაი თუ მელია ისევ გამოიკეტა ოფისში და დაგვჭირდება სპეცოპერაციის ჩატარებაო. ამ მოულოდნელი მძიმე ეფექტის თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტეს, რაღა ხვალინდელ განაჩენს დაველოდოთ, მოდი ლისზე მოვიტაცოთო. იქ 50 პოლიციელი იყო, მაგრამ აქ მხოლოდ 2 პოლიციელი მოვა. ეს არის მიზეზი ყველაფრის და თქვენ ამაში დარწმუნდებით. თუ გგონიათ, რომ იმის ხასიათზე ვიყავი, რომ წინა დღით მედევნა პოლიციელებისთვის და მეგინებინა, ასე არ არის. ესე იგი ვერაზე მივაყენეს შეურაცხყოფა პოლიციას და 50 ადამიანი დამედევნა. აქ 2 ადამიანი მოვა და გეტყვით, რომ მელიამ შეურაცხყოფა მომაყენაო, რომ ტელევიზიაში მიმავალმა შევაგინე. მაინტერესებს ამ საქმეზე რა გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეს არ არის სისხლის სამართლის საქმე, ადმინისტრაციულია. მაინტერესებს ძალას ნეობის სახით თუ აღმოგაჩნდებათ, თორემ თქვენ ვერ გამათავისუფლებთ მე. ნიკამელია 29 მაისს ლისის ტბის ასახვევთან დააკავეს, მაშინ როცა ის ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მელიამ პოლიციას შეურაცხყოფა მიაყენა. ადმინისტრაციული წესით დაკავების მომდევნო დღეს 30 მაისს წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების საქმეზე ხდომა იყო ჩანიშნული, რომელზეც მელიასთვის შეფარდებული გირაო პატიმრობით უნდა შეეცვალათ, რადგან მელიამ გირაო არ გადაიხადა. პოლიტიკოსის ხდომაზე დასწრებას არ აპირებდა. დაკავების შემდეგ კი ის ხდომაზე მიიყვანეს. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე მისი გირაო პატიმრობით შეცვალა. ამ პროცესზე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მას შეასხა. სასამართლო მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეს ცალკე განიხილავს. წულუკიანის კომისიის საქმეზე ნიკამელიას 8 თვე აქვს მისჯილი. გარდა ამისა, პროკურატურამ მელიას ეგრეთ წოდებულ საბოტაჟის საქმეზეც წარუდგინა ბრალდება.